ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. საღამოშვიდობისა ეთერშია პროგრამა ინფორმატორის 10 საათიანი გამოშვება ლაილაისთან ერთად. დღის განმავლობაში ქართულ თუ უცხოურ შოუ-ბიზნესში მომხდარი ყველა სიახლით. საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციამ ევროპის სახლით ევროპის დღე აღნიშნა. ამასთან დაკავშირებით აჭარა მიუზიკ ჰოლში ფართი გამართა ბელგიელმა დიჯეი პრინცმა. ჩვენ გქონდა მხოლოდ სურვილი რომ ეს ევროპული დღე აღენიშნა ქართულ ახალგაზრდობას, რასაკვირველია ევროპულ სახლს და შესაბამისად აჭარა მიუზიკ ჰოლსაც, იმიტომ რომ ჩვენი იდეა ერთ-ერთი კონცეფცია ამ კლუბის ის არის რომ რაღაცა ახალი ფორმები შევთავაზოთ ქართულ მსმენელს და შესაბამისად პოპულარიზაცია გავუკეთოთ. DJ პრინცი საკმაოდ ცნობილი სახელია მათთვის, ვინც მუშაობს უბრალოდ ვინც ურთიერთობს ევროპულ ჰაუს მუსიკასთან. მე მინდა გითხრა რომ თბილისში დარწმუნებული ვარ რამდენიმე მოყვარულს სახლში აქვს DJ პრინცის ფირფიტა, მაგრამ არც კი იციან რომ ეს DJ პრინცია, იმიტომ რომ მისი მიქსები არის სხვადასხვა კომპილაციებზე, სხვადასხვა კრებულებზე. ეს არის ძალიან სერიოზული ჰაუს მუსიკოსი, რომელიც უკვე დაახლოებით 10 წლის მანძილზე მუშაობს. მე მიწევს ნებისმიერ დარბაზებში დაკვრა, ეს შეიძლება იყოს 200 კაციანი პატარა დარბაზი, შეიძლება იყოს 6000 კაციანი ღიაცის ქვეშ ჩატარებული ფესტივალი, ეს შეიძლება იყოს გემი, რომელზეც თქვა წვეულებას აკეთებენ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის თუ როგორი განწყობა არ აქვს მნიშვნელობა რამდენი ხალხი იქნება იქ, თუ შეიქმნება ის ატმოსფერო, რომელიც აი ამ მუსიკას უფრო კარგად გამოხატავს. 8 მაისს ქარვასლაში გაიხსნა საერთაშორისო გამოფენა აპენდიქსი 2. მასში ქართველ ხელოვანებთან ერთად უცხოელები ღებულობდნენ მონაწილეობას. ღონისძიებით გათვალისწინებულია არა მხოლოდ გამოფენები, არამედ აქციები, წარმოდგენები და საუნდის ინსტალაციების გაშუქებაც. ღონისძიება 29 მაისამდე გასტანს. პროექტი შეიქმნა 2 წლის წინ, დავარქვით მას აპენდიქსი და ეს პრინციპში იყო მკვეთრად დაყენება საკითხისა, როგორი რა ორგანო არის კავკასია, თუ განვიხილავთ მთელ მსოფლიოს რაღაც ორგანიზმად. Ich finde das eigentlich das Interessanteste an diesem Projekt überhaupt. Diese menschliche Seite davon. Ჩემთვის ამ პროექტში ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანური მხარე, რადგან ერთხელ ვიღაცამ თქვა, რომ აპენდიქსი ეს არის ორგანო, რომელიც ინფიცირებას ახდენს და ჩვენთვის ძალიან საინტერესო იყო მენახა ის ნამუშევრები, რომლებიც აქვე არის წარმოშობილი. ფორმა გამოფენისა არის ძალიან საინტერესო, ძალიან სასიამოვნო ჩემთვის, იმიტომ რომ მაგონებს კი არა, აი ფიქრობ, რომ არის ძალიან თანამედროვე ფორმა გამოფენის. თვითონ ექსპოზიციის და თვითონ მიდგომის გამოფენისადმი და ეს ძალიან სიამოვნებს, იმიტომ რომ გამოფენა მარტო ის არის, რომ ნამუშევარი იყოს თანამედროვე, ის უნდა იყოს მოწოდებული თანამედროვე. შეიძლება ეს გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე
ის რომ ნამუშევარი იყოს თანამედროვე. ეს არის საერთაშორისო გამოფენა, ორგანიზატორი არის Media Art Farm და ეს გამოფენა იმითი არის მნიშვნელოვანი, რომ ეს არ არის კონცენტრირებული მხოლოდ ერთ ადგილას და მხოლოდ დახურულ სივრცეში, არის რამდენიმე ადგილას და გარე სივრცეებშიც არის ქალაქში. Können die Aussicht genießen und das Runterlaufen genießen. ესე იგი, ეს არის ეს კონცეფცია შეიძლება ითქვას, რომ ემყარება სიზიფეს მითს, რომელსაც აქვს ქვა მთაზე, იმისთვის რომ დაატკბეს ხედით, მაგრამ ეს ქვა უვარდება და როდესაც ეს ქვა ვარდება, ის ასევე ტკბება. ჩვენი გადაცემებიდან თქვენ უკვე იცით, რომ დაახლოებით ერთი თვის თბილისში დაიწყო ეკოლოგიური პროექტი მე და გარემო, რომლის თანახმადაც შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები სხვადასხვა სკოლებში გაკვეთილებს ატარებენ. ამასთან დაკავშირებით 55 სკოლაში კლიპის გადაღების პროცესიც დაიწყო. ბავშვები უკვე გადავიღოთ, მაგრამ კიდე იქნება შერეული. ეს არის კლიპი, რომელიც ეხება ეკოლოგიას, ანუ ნაგავთან დაკავშირებით. გადაღებები მიმდინარეობს 55 სკოლაში და თქვენ ხედავთ, რომ აქ ბავშვებსაც ვიღებთ და ასევე არიან მოწვეულები, აი ეს ვარსკვლავი, რომლებიც ყველა ეტაპზე არიან ჩართულები, თვითონ კლიპშიც, სემინარებშიც და რა თქმა უნდა აქცია რალიშიც. მე მაქვს ყველაზე დადებითი როლი, რაც ძალიან მიხარია. მე უნდა ვითამაშო ქურთის ქალი, რომელიც ყველაზე დადებითი გმირი იქნება კლიპში, რომელიც ასუფთავებს ქალაქს, ანუ გვიზ და ასუფთავებს ქალაქს და ძალიან მიხარია, რომ დადებითი გმირი უნდა ვითამაშო. ეხლა მოვიდი კოსტიუმების ასარჩევად. თავარი შემსრულებელი არის გიორგი გაჩეჩილაძე და გარდა გიორგისა არის სცენები, სადაც ყველანი მღერიან აბსოლუტურად, მომღერლებიც და მსახიობებიც. ანუ ჩვენ ამ იდეასთან დაკავშირებით ყველას ერთად ვაერთიანებთ და ყველას ერთად გვინდა ვიმღეროთ ამ პრობლემის შესახებ. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.